არ ვიცი რა დავარქვა ამ მდგომარეობას, მაგრამ აი რაღაცის გაკეთება რომ მინდა, ვინ საქმე იყოს ვერ ვაკეთებ, რადგან ფიქრები მაქვს რაღაცნაირად. თუ გავაკეთებ, ამ პარტავნებაში ვარ, არ ვიცი, ასე მგონია რაღაც გადაკვირდებული მყავს, რომ არაფერი გავაკეთო და თითქოს ისე მოდის ფიქრები, ღმერთი მიშლიდეს თუნდაც დალაგებას. ეს ბოროტის ფიქრებია? ესე იგი, არაფრის კეთება არ არის სწორი. უნდა გააკეთოს ადამიანი. უნდა ილოცოს, ღმერთს მიენდოს, რაღაცა გამოვა, რაღაც არ გამოვა, რაღაც შეეშლება. მაგრამ შეცდომის შიშით არაფრის კეთება არ არის კარგი. ზოგჯერ ღმერთი შეიძლება მართლაც გვიშლის ხეს, იმიტომ რომ ჩვენ გონია რაღაცა კარგია და სინამდვილეში ის კარგი არ იყოს. თუმცა თუ რამე კარგია, შეიძლება თავად საქმე კარგია, მაგრამ ჩვენ რომ გავაკეთოთ ის საქმე, შეიძლება იმან ჩვენ დაგვაზიანოს, თუ ესე ამპარტანულად მივუთ, თუ იმ საქმე მე უნდა დამღუპოს, მე გავაკეთო და არ იქამერე სული დავიღუპო ამპარტანელი. შეიძლება იქ ხელი შეგვეშალოს და არ გამოვიდეს. თუმცა წმინდა პაისი ათონელი ასედაც ამბობს, რომ აი ახალგაზრდასთვისო ეს ამპარტავნებაო ცოტა, ეს კარგიც კი არის. აი რა კუთხით ამბობს, რა შედარება რო გავაკეთოთ, ესე იგი აი მანქანა რო არ იქოქება. აფწებული რო აქვს და მეტად სიცივეში რო უნდა მიაწე და რო უნდა დაიქოქოსნაირად, ხო არის? და ეს ამპარტავნება ცოტა აწובה ადამიანს რაღაც სიამაყის გამო აკეთებს. მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ბოლომდე ისე დარჩა კაცი რომ ვიღაცა რო ტასს უკრავდა, ამიტომ აკეთებდა და ბოლომდე ესე დარჩა რომ мотиваცია ეს აქვს რომ ქების გამო აკეთებს. ეგ უკვე არასწორი. აი ჩვენ აი რა არის ასეთი მიდგომა რომ უნდა შეაქო რომ ადამიანმა მე მაინდომას რაღაცის გაკეთება. თუმცა ყოველთვის ეგ არ გამოვა. აი დასაწყისისთვის რაღაცა შეიძლება, მაგრამ мотиваცია ყოველთვის ის კონდეს კაცს რომ მე იმიტომ ვაკეთებ რომ უნდა შემაქონ, ეგ უკვე არასწორი. იმიტომ ვაკეთებ რომ ეს საქმეა გასაკეთებელი. შეიძლება ზოგჯერ კაცმა ისეთი საქმე გააკეთოს, რომ არავინ არ შეაქებს. მაგრამ საქმეა გასაკეთებელი და რა თქმა უნდა არ გააკეთოს. უნდა გააკეთოს, შეიძლება იმის გამო არავინაც არ შეაქო.